ოდესმე გიფიქრიათ, რომ ჩვენი მუდმივად ჩართული ქაოსური ციფრული ცხოვრების ანტიდოტი სინამდვილეში შეიძლება 2000 წლის წინანდელ ფილოსოფიაში იმალებოდეს. მოდით ამ ანალიზში სწორედ ამაში გავერკვეთ. აი ეს შეგრძნება ხომ იცით თითქოს მუდმივად ჩართული ხარ და ერთდროულად 1000 მიმართულებით გეკაჩებიან. თუ ეს თქვენთვის ნაცნობია, იცოდეთ რომ მარტო ნამდვილად არ ხართ. ეს ფაქტობრივად ჩვენი ეპოქის მუდმივი, ცოტა შფოთიანი საუნდტრეკია. და იცით, თავიდანვე მინდა გითხრათ, ეს თქვენი პირადი მარცხი ან სისუსტე არ არის. ეს არის სისტემის დიზაინის შედეგი. სისტემის, სადაც მთავარი ვალუტა, ყველაზე ძვირფასი რესურსი, სწორედ თქვენი ყურადღება გახდა. ხო და სწორედ ამიტომ მოდით ჩაუღმავდეთ ამ ერთი შეხედვით უცნაურ იდეას, ვნახოთ, როგორ შეუძლია უძველეს სიბრძნეს მოგცეს ძალიან კონკრეტული, პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომ ჩვენი დღევანდელი ციფრული ქაოსი მოვაწესრიგოთ. კარგი, სანამ გამოსავალზე ვილაპარაკებ, ჯერ უნდა გავიღოთ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. როგორ აღმოჩნდით ამ ციფრულ შორმში? ეს ქაოსი, იცით, შემთხვევითი სულაც არ არის. აპლიკაციები, გაუთავებელი შეტყობინებები, სოციალური ქსელების ალგორითმები. ეს ყველაფერი ძალიან საგულდაგულოდ არის შექმნილი ერთი მთავარი მიზნით, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. მწერალი კელ ნიუპორტი ამას ძალიან კარგად აყალიბებს. ჩვენი ტვინი, ჩვენი ბიოლოგია უბრალოდ არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ამ დონის მუდმივ სტიმულაციას გაუძლოს. ეს ფაქტობრივად ჩვენთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. კარგი, პრობლემა გასაგებია. ახლა კი გადავინაცვლოთ პოტენციური გადაწყვეტისკენ. ამისთვის კი დროში ცოტა უკან უნდა დავიხიოთ. თანაც საკმაოდ უკან. დაახლოებით 2000 წლით. ეს არის სტოიციზმის ქვაკუთხედი, ალბათ ყველაზე მთავარი იდეა. კონტროლის დიქოტომია. მისი გაგება რადიკალურად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას გარეს სამყაროსთან. იდეა ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, მაგრამ წარმოუდგენელად მძლავრი. ეპიქტეტე, წარმოიდგინეთ, ფილოსოფოსი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი მონობაში გაატარა. ამ პრინციპს შინაგანი თავისუფლების გასაღებად მიიჩნევდა. ის ამბობდა, რომ ჩვენი აზრები, ჩვენი რეაქციები, ჩვენი არჩევანი ეს ის სამფლობელოა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს. აი მოდით ახლა ეს იდეა პირდაპირ ჩვენ ციფრულ ცხოვრებაზე გადმოვიტანოთ. შეხედეთ, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რას დაპოსტავს სხვა ადამიანი Facebook-ზე, ხომ? ან იმას თუ რა შეტყობინება მოგვივა ტელეფონზე. მაგრამ რას ვაკონტროლებთ? იმას თუ სად მივმართავთ ჩვენს ყურადღებას, როგორ ვუპასუხებთ ამ ყველაფერს და რამდენ ენერგიას დაუთმობთ. ჩვენი ძალა, ჩვენი კონტროლი სწორედ აქ არის. კარგი, გვაქვს ეს უძველესი ფილოსოფიური კომპასი. მაგრამ რატომ არის დღეს მისი გამოყენება ასეთი რთული? რა გვიშლის ხელს? საქმე იმაშია, რომ თქვენი ყურადღების გაფანტვა ვიღაცისთვის ძალიან მომგებიანია. დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნეს მოდელები პირდაპირ არის დაფუძნებული იმაზე, რომ თქვენ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ეკრანთან. და ეს არ არის რაღაც თეორია. აი მოусმინეთ, რას ამბობს შონ პარკერი, Facebook-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი. პლატფორმების შეგნებულად არის შექმნილი ისე, რომ ჩვენს ფსიქოლოგიურ სისუსტეებზე ითამაშოს, გამოიყენოს დოფამინის ციკლები და გვაიძულოს მუდმივად ვამოწმოთ სიახლეები. სწორედ აქ შემოდის კელ ნიუპორტის ცნობილი კონცეფცია. ღრმა მუშაობა არის სრული კონცენტრაციის მდგომარეობა, როცა რაღაც ღირებულს ქმნით. ზედაპირული მუშაობა კი, მაგალითად, იმეილებზე პასუხი ან შეტყობინებების შემოწმება, უბრალოდ დაკავებულობის ილუზიას გვიქმნის. და აი პრობლემის ნევროლოგიური მხარეც. ყოველ ჯერზე, როცა ერთი საქმის კეთებისას მეორეზე გადავდივართ, ჩვენი ტვინი ფაქტობრივად გადაიტვირთება. ასე ჩვენ ვავარჯიშებთ ჩვენს გონებას, რომ მუდმივად ეძებოს რაღაც ახალი და ვეღარ შევძლოთ ერთ რამეზე დიდხანს კონცენტრირება. მაშასე ნახეთ პრობლემა, ნახეთ უძველესი ფილოსოფიური ჩარჩო და როგორ ვაკავშირებთ ამ ორს, პასუხი არის კონცეფცია, რომელსაც ციფრული მინიმალიზმი ჰქვია. და ეს არ ნიშნავს, რომ ტყეში უნდა წახვიდეთ და ტექნოლოგიაზე სრულად თქვა თუ არის. არა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახდეთ თქვენი ტექნოლოგიების ბატონ პატრონი და გამოიყენოთ ის როგორც ინსტრუმენტი და არა პირიქით. მოდით ეს სამ მარტივ პრინციპად დავყოთ. პირველი, გააცნობიერეთ, რომ ციფრული არეულობა დროსა და ენერგიას გართმევთ. მეორე, გამოიყენეთ ტექნოლოგია მიზანმიმართულად, თქვენი მიზნებისთვის და მესამე, იყავით შეგნებული და განზრახული თქვენს ყველა ციფრულ არჩევანში. კარგი, თეორია გასაგებია. ახლა კი ყველაზე მთავარი, როგორ ვაქციოთ ეს ყველაფერი რეალობად? რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ? ეს მეთოდი ცოტა რადიკალურად ჟღერს, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან ეფექტურია. პირველი ნაბიჯი, ერთი თვით სრული დეტოქსი. ეს გაძლევთ საშუალებას გადატვირთოთ თქვენი ტვინი. შემდეგ, ამ დროს იყენებთ იმის გახსენებლად, რა მოგცემთ სინამდვილეში და ბოლოს ძალიან ფრთხილად და მიზანმიმართულად აბრუნებთ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად გჭირდებათ. და დეტოქსის შემდეგ რა ხდება? აი რამდენიმე ჩვევა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ამ გზაზე დარჩეთ. მაგალითად, სოციალური მედიის აპლიკაციების წაშლა ტელეფონიდან, მაგრამ კომპიუტერში დატოვება. ეს ქმნის პატარო ბარიერს, რომელიც უაზრო სკროლვას ბევრად ართულებს.
და ისიც საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უბრალოდ პროდუქტიულობაზე ან მედი საქმის მოსწრებაზე არ არის. საუბარია იმაზე, თუ როგორ ცხოვრობთ ჩვენს ცხოვრებას. აი ამაზე ერთ-ერთი უდიდესი სტოიკოსი სენეკა წერდა. და მისი სიტყვები დღეს ალბათ უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. ყოველი წუთი, რომელსაც უაზრო ყურადღების გაფანტვაში ვხარჯავთ, არის წუთი, რომელიც სამუდამოდ იკარგება. ასე რომ, საბოლოოდ, ყველაფერი ამ ერთ კითხვამდე მოდის. თქვენი ყურადღება თქვენი ყველაზე ძვირფასი რესურსია. როგორ აირჩევთ მის დახარჯვას? პასუხი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.